მოკლედ როგორც ისიც მეგობრებო პატრიარქი გარდაიცვალა, მაგრამ ამის მერე თელმა ქართველმა ერმა იტირა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გააძლიერა ქრისტიანობა და დააყენა საქართველოს ქრისტიანულ ქვეყანად რა. ხო და ეხლა უყურეთ, მოგესალმებით ყველას, დაგრუნდებით ახალი ვიდეოთი. უკვე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისინი მაქვს ახლა თან სკოლები და თან მეცადინო ხომ ხადახა, მაგრამ მაინც. ხო და ეხლა უყურეთ. ამას წინათ რა დღეს შევედი და ერთი ვიღაცა ნიკა ბერიძე თუ ვინ ჩემი ბოდიში დაყლე არის, ტიპმა პატრიარქს ვითომს ტრენდში დააჯვა. ხო და ტიპმა იცი რა თქვა, რომ კაგების აგენტი იყო, ჰომოფობი იყო, იმიტომ რომ ვერ იტანდა LGBT ხალხს. მართალიც არის, იმიტომ რომ თქვენარმა იდიოტებმა რო იცით ხოლმე რა გამოდიხოთ, მე გეი ვარ, გამოდიხარ და იძახით მე ლოსპოსელი გოგოები მოწორს. მაგეთო თქვა მაგ ადამიანმა, რომ LGBT და ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა კაცობრიობისთვის და ტეხავსო რა. ხო და დღევანდელი კაცობრიობა ეხლა უყურეთ და ეგრევე აეწვათ მე ზოგ ლიბერალს, ზოგ ამ თუ ხომ ხოთუნი წაიყო ბოდიშით. ხო და მე კიდე ამბობდი რომ ძმა მოძალადობაში უჭერდა ხარს ძმა. და ზოგი კიდე რაღაცას მეუბნებოდა, რომ ეგ თუნდაც კაგების აგენტი იყო, ეგ თუნდაც ჯაბა იოსელიან თუ ვიღაცა ადამიანი, რა ვიცი მე ქართველი იყო, თუ არ იყო არ ვიცი აფხაზი იყო. ხო და მეგობრობდაო, ლოცავდაო და ასე შემდეგ. გასაგებია, მეც არ მეთანხმებოდი რაღაცებში რაც გააკეთა მაგან და ხო ხდებით ახლა აზრის გამო და პოლიტიკას რატო ურევენ ზოგი ადამიანი, ძალიან მიკურს რა. ეხლა უყურეთ, მე ეხლა დღეს რაღაცა ცოტა კარგად საუბრობ, იმიტომ რომ ტვენი გამეხსნა იმის გამო, რომ რაღაცა სუდათ არ გამომივიდეს ხოლმე სიტყვები, მაგრამ ეხლა უყურეთ, ლიბერალებმა ეხლა უყურეთ რა გააკეთეს რა. ადრე ჩარლი კრიგის მკვლელობა ხო აღნიშნეს ამათმა და ეხლა ამათ ესენიც აღნიშნავდნენ, ნიკა ბერიძის კომენტარებში რომ ჩავედი, ძმა იმდენი იმბეცილიზმი დახვდა, ხვდებით რა დღეშია საქართველო, მაშინ ეხლა რომ ვიძახდი რომ საქართველოს არაფერი არ ეშველებაო, არც ეშველება მე მგონი, იმიტომ რომ მართავს რომ იძახი ადამიანს, მე უყვირთ და რატო არიან ესენი მოძალადეები და მე ტვინსა ბუდიში და გიხნავენ. მოკლედ, ახლა ამ ვიდეოს გაჩვენებ თქვენ და თქვენ ახლა ნახავთ ორ იდიოტ ადამიანს, რომელიც ახლა იძახის რომ კაგების აგენტი გარდაიცვალა და კაგების იმას გლოვენო და ადამიანი ქრისტიანი იყო. ადამიანი მოუწოდავდა რომ ეს მცოცავი ოკუპაცია შეეჩერებინა რუსეთისგან რა. ხო და იმას კი არ იცახდა მე რუსეთი მიყვარს და ისევ. ადამიანი საქართველოს უჭერდა ხარ, საქართველოს ერთგული ადამიანი იყო და მაგან გაერთიანა ერი და ყველა რომ დავინახე ამ გუშინ კიდე ჟურნალისტები რომ ეკვეხებოდნენ ვიღაცა მამაოს, ცოტა სირცხული ხო უნდა იყოს და მე თქო იძახეთ შეძალადობენ. კაი რა. ხო და ეხლა უყურეთ, ძალიან შოკი და გადავედი, რები ხდებოდა რა გუშინ, რო შევედი, რუსთავიორზე, ყველა ჟურნალისტი, მთელი საათობით არაც ძიდნენ ერთ მამაოს რა და მე კიდე ბიჭო უკვე ვიღაცეებს პოლიციელებსგან რომ გამოდიან ხოლმე და იძახიან არა რუსულ კანონს, არა რუსულ თავრობას და იძახიან და მე კიდე უკვე რატო უძალადობენ პოლიციელები. კაი რა. ხო და ეხლა უყურეთ, სანამ ხა პოლიტიკას თავი დავანებოთ, მოკლედ მე ხა განახილეთ ამ ადამიანის ვიდეოს, გაუძლოთ ამ ადამიანის იაპინგს და ჩვენს ყურების გაუპატვირებას უნდა გავუძლოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა უნდა ნახოთ რები კატარი ხა 3, 2, 1 და ვიღაცა ვიდეო წაშალა და ჩაისვა რა. ხო, მეორე ვიდეო დატოვა და მადლობა რომ მეორე ვიდეო დატოვა. ხო და ხა უნდა მოусმინოთ ამ ადამიანმა, თურმე ხა ის რას იძახის კებთაყვანისმცემლები ხართო. თქვენი ჩემი ფეხები ხართ უკაცრავად, ვითომ ქრისტიანები რო ხარ და გამოდიხარ და აქინებთ ვიღაცებს და ამას წინათ ვიდეო რო დავდე თურმე რამდენი ინდოელი და რო შემოვამეთქი, ეგრევე ლესბოსელების და გეების არმია შემოენძრიენ ხალხო. თქვენ უნდა გეენახათ რა.
ეხლა მოусმინეთ ეხლა რასაბოს ეს კერპთაყვანისმცემელიაო და ეხლა მეორეზე რა თქვა ეხლა უყურეთ. აბა ახლა კარგად მომისმინეთ კერპთაყვანისმცემელმა კლეებმა. ილია ვტაროიზე ვიდეო რო გავაკეთეთ და იქ რო შიგანსი გლეჩთა ამბობთ. უფალმა შეგინდოს, უფალმა ღმერთმა შეგინდოს, იმიტომ რომ შენგან აი მაგრამ ღმერთმა რა უნდა შეგინდოს, იმიტომ სატანა ხარ ჩაოლებრივი რა. გაპატიოს, ვაიმე ეს რას ამბობ. 2013 წლის 17 მაისს ილია ვტაროიმ თავის მოძალადე არაქრისტიან მრევლს აუ ეხლა გადავნიკე დატო 2013 წელს გავაიდენ აუ მოდი ჩაიჯვი რა პლიზ რა მოუწოდა იმისკენ რომ ლგბტ ადამიანები აუ ბიჭო ხალხო გავიგეთ რომ გეები ხართ ეს ბოდიში და დედამოწყნული ხო გავიგეთ რომ გეები ხართ და რაღა უნდა გაგიხსნა რაღა გინდა ბიჭო ხვიძი რომ გეები ხართ და რო გამოდიხართ მაშინ ბლა ეცემათ დაეჩეხათ აუ არა ქრისტიანული არისო მოცა გეობა და ტრანსგენდერობა არ არის არა ქრისტიანული თუ რა ლოგიკა ვერ გავიგეთო აუ ჩემი კაი აი ხა ამას უნდა მოსმინო და აი ხა ჩემი ხო რა მოსმინეთ მაშინ სად იყავით ეს ხალხი მაშინ რას ამბობდით ილია ვტაროიზე მაგარი LGBT ხალხი და არ ფიეს 2013 წელს LGBT ხალხი საწყალი ხალხი სად იყავით ამდენი ხანი აუ კაი რა ბიჭო ეს არა ქრის დებილი ხალხი ბიჭო რა პატრიარქი ხარო ყოჩა ქრისტიანობას იცა როდის მერია ქრისტიანობის დაცვა გახდა ლგბტ ადამიანის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხმობა თქვა ხა ისე რომ აი ამ ადამიანისგან აი ეხლა არ მინდა რა ქრისტიანული სიტყვები გამოვიყენო იმიტომ რომ აი ჩემი კაი ამას რა უნდა ვუყო რა აი ამას ეს უნდა გალახო ისე რომ აი დაბადების მოწმობაში რაც უწერი რაც სახატია ხო არ უნდა იცოდეს არავინ ცხობა თქვენი ფარისეველი დედის მუტლები მოვტყა ხო მე მაშინ შენი დედა მოტყა მაშინ ეგე თუ გამოდის დო ხო ფარისებელობა ხო იცი მაშინ ვით ჩემი ყლები ხარ დედი გამაგებინე ბუდიშ ესე რომ ვამობრა ვით ჩემი ყლები ხარ მაშინ ფუ იდიოტები რა და ეს რომ გამოვადა და მე დაიწყო სტილის რომ ჩემ კომენტარებში ხა ცოტა ხანში ვიცი ეს ვიდეოს გააკეთებს მაგრამ დაიწყოს იმას რომ შეფალისებელი ხარ ძმა ჩაიჯვის ძმა კაი რა ესეთი ყლე რო დამიწერს ახლა საუბარს რა გერმანიაში კი საფრანგეთშია შასული ტიპი და ეგრევე მაგის მაგვეყნდა ნაჯოს ვიღაცებს აი მე შენი კეთილები მოვტყან მაშინ მეზისყებით ანუ მე რას ვამბობ მე ვამბობ იმას რომ 2013 წლის 17 მაისს პატრიარქმა მის მრევლს მოუწოდა რომ ლგბტ ადამიანები დაერბიათ არა ამაზე რა უნდა ველაპარაკო ორივე სტანდარტს იყენებს ტიპი თელ ერთ ვიდეოში რა აი რა ვთქვა არ ვიცი მე ანუ ერთ არგუმენტს იყენებს და მეორეს იყენებს მეორეჯერ რა და მე ერთ სიტყვას იმეორებს მეორეს ამატებს კაი რა აი და მე ეს გამოვა და მე დამიწყოს იმას საუბარს ქრისტიანობაზე რომ აი ქრისტიანობაში ის არ ეწერა რომ ჰომოფობია ცოდვა არის არ ეწერა და არც არის მე ბიბლია გეუბნებით მინდა რომ წავიდით ხო მაგრამ არც წერია იქ რა ბიბლიაში რომ ჰომოფობია ცოდვა აუ ბიჭო ეს ყლე ხალხი ესეთი ყლები ხალხი მე დამიწერეს და მე კიდე არ ვიცი რა ეს თვითონ თინეიჯერები კიდე არ შემდგარი თინეიჯერები დაიწყნენ ხა საუბარს შემზე რომ ეგ ბიჭო ბრწყინვალე კაცო ბრწყინვალე ჰომოფობია იცი შენ მაგას არ გაეკავროტო ეხა იქ ტიპი ხა მეგონი 7-10 რო გახდება სტერეოტიპზე დაჯდება და მერესიო ნახე შენ მაგის ხო რა აი ხა ნახეთ მე თქვენ ჩემი კომენტებში ეს რო გამოვა და დაიწყოს იმაზე საუბარს რომ აუ ქრისტიანობა როგორი სოდვა არის ბიჭე ხო ქრისტი ლაპაზეს ზე ხა ვიდეო არ არის შეგაკეთებული არა ვიდეო გაკეთებული მაგრამ მაინც აი ხა მე გეუბნებით რა ხალხო ნუ უჯერებთ ასეთ ადამიანებს რა და ნუ ხართ აი ტრაქში უძრობით ხომ აი ქევ დაირევირო ხართ ხომ აი ამას ნუ უჯეროთ მაინც რა ეს ხო ის არის გეუბნებით აი ნარკომანი იდიოტია რა და არის აი ძველი ბიჭებისგან აი შექმნილი აი გეუბნებით აი ძველი ბიჭები რო იქნები ხომ ეს არ იქნება ის საერთოდ ისინი არ იქნებინ ეგრე ნუ მოკლედ ეს ვიდეო ეხლა დასასრულს მივახლო და ნახონდის და მოვალ შეხვედრა და შემდეგ ვიდეოში შეხვდებით ანიში თუ არა რა ვიცი რა მე ამა თუ გააკეთა ჩემზე ვიდეო ნუ ხვდებით რა წამოვა მაგ შემდგარ დავასრულებ ხო
ეხლა ვიდეოს ვაედიტებ ხოლმე ხვაზე ხარ რა და მაინც ესე იგი მე გეუბნებით ჰომოფობი არა ვარ მაგრამ ამ ადამიანებისგან ამ ადამიანის არ მაინტერესებს გეუბნებით ეს ადამიანი მაგრამ ტიპი იმდენად ყლი არის რომ ხვაზე ხარ რა და ნუ უძვრებით ამას ტრაქში გთხოვთ რა აი საქართველოს ნუ აჯიმევინეთ აი ამ გამოკლევებულის გამო ხო ხედავთ უკვე ყველა ხალხი დაგვრჩენს აი ამის გამო ხო ხედავთ ნუ მოკლედ სულ ეს იყო რა